მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო, დღეს ვისაუბრებთ NCDC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე თბილისში ტარანტულების გამოჩენასთან დაკავშირებით. თბილისსა და თბილისის შემოგარენში ტარანტულების გამოჩენასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. NCDC აღნიშნავს, რომ საქართველოში გავრცელებულია ლიქოსიდაეთა რამდენიმე სახეობა. ამათგან ლიქოსა სინგორიესის საშიში შესახედაობის გამო ობობამ გელს უწოდებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ყველა ტარანტული მეტნაკლებად შხამიანია, მაგრამ ადამიანისთვის საშიში არ არის. ტარანტული ობობასნაირი კლასის რამდენიმე სახეობის ზოგადი სახელწოდება. ტანად საკმაოდ დიდი 20-30 მმ-იანი სიგრძის ფეხსახსრიანი ცხოველია. ბინადრობენ უდაბნოში, ნახევრად უდაბნოებსა და ტყე-ველებში. სოროს იკეთებენ 60 სანტიმეტრამდე სიღრმეზე. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ლიქოსიდეთა რამდენიმე სახეობა. ამათგან ლიქოსა სინგორიესის საშიში შესახედაობის გამო ობობამ გელს უწოდებენ. ყველა ტარანტული მეტნაკლებად შხამიანია, მაგრამ ადამიანისთვის საშიში არ არის. ლიქოსა სინგორიესის იგივე რუსული ტარანტული, ობობა მგელი, ობობების კლასი, ობობა მგლების ოჯახისა. გვხვდება შუა აზიაში, რუსეთის სამხრეთით და უკრაინაში. რუსული ტარანტული ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე ცენტრალურ ევროპას და ჩინეთში. მისი არეალის უკიდურესი დასავლეთ წერტილი სახელმწიფო ავსტრიაა. ბინადრობს უდაბნოში, სტეპებსა და ტყე-სტეპის ზონებში. სხეულის სიგრძე 25-დან 35 მმ-მდეა. წონა 2,6-დან 7 გრამამდე. დაფარულია ხშირი რბილი ბეწვით, მოყავისფრო ფერისაა. თხრის ვერტიკალურ სოროებს, რომელთა სიგრძე საშუალოდ 30-დან 40 სანტიმეტრამდე შეადგენს. შესასვლელი დაფარულია პარკით. ობობა მგელი დღის განმავლობაში სოროში რჩება, ხოლო ღამით ნადავლის დასაჭერად გამოდის. როგორც წესი, ტარანტული ცხოვრობს განმარტოებით და ისინი არ ჯგუფდებიან. მეტად აგრესიული ობობაა, შხამიანია. კბენა იწვევს ლოკალური დალურჯების და ძლიერი ტკივილების შეგრძნებას ნაკბენ ადგილზე. ადამიანს თავს არ ესხმის და კბენს მხოლოდ მაშინ, თუ ეცდებით მის დაჭერას. წერია NCDC-ის გავრცელებული ინფორმაციაში და მოსახლეობას ტარანტულებისგან დაცვის წესებს სთავაზობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ჩვეულებრივ ტარანტული ადამიანს თავს არ ესხმის. ცენტრის ინფორმაციით, ტარანტულის კბენისგან თავდაცვის მიზნით საკმარისია რამდენიმე წესის დაცვა. საველე პირობებში განთავსებისთვის უპირატესობა მიანიჭეთ მოსწორებულ ადგილების, ქვების, ნაპრალების, მშრალი ბალახის გროვების გარეშე. ყურადღებით დაათვალიერეთ საძილე ტომრები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჩაცმამდე. კოცონის დასანთებად მასალა არ შეაგროვოთ დაბინდების შემდეგ. არ ეცადოთ ამოიყვანოთ ტარანტული თავისი ბუდიდან ცვლის ან პლასტიკური ბურთულით, რომელიც მიმაგრებულია ძაფზე. ფანჯრებსა და ღობეებზე დაამაგრეთ დამცავი ბადეები. ეს დაგიცავთ არა მხოლოდ ტარანტულებისგან, არამედ სხვა აბეზარი მწერებისგანაც. ნუ აწვალებ ტარანტულებს, საშიშროებისას ისინი შეიძლება შემოგახტნენ და გიკბინონ. ტარანტულის გასანადგურებლად გამოიყენეთ ინსექტიციდები. რა არ უნდა გავაკეთოთ ტარანტულის კბენის შემდეგ? არ მოიწვათ ნაკბენი. ტოქსიკოლოგები თვლიან, რომ ეს მეთოდი არაეფექტურია და საკმაოდ სახიფათოა. არ დასეროთ დაზიანებული ადგილი, ამან შეიძლება ინფექციის შეჭრა გამოიწვიოს. არ დაიზილოთ და მოიქაოთ ნაკბენი ადგილი, ამან შეიძლება ინფექციის შეჭრა გამოიწვიოს. რა შეიძლება გავაკეთოთ ტარანტულის კბენისას? მოიბანეთ ნაკბენი ადგილი თბილი წყლითა და ანტიბაქტერიული ან ჩვეულებრივი ხელის საბანი საპნით. ამასთან კანი ძლიერ არ დაიზილოთ. დაიმუშავეთ ნაკბენი ანტისეპტიკით. დაიდეთ ნაკბენზე ცივი ყინული, წყალი 10 წუთით, შემდეგ მოიშორეთ ცივი საფენი 10 წუთით და ისევ გაიმეორეთ პროცედურა. განაგრძეთ პროცედურები, სანამ არ შეწყდება ტკივილი. შეშუპების თავიდან ასაცილებლად ნაკბენი ადგილი განალაგეთ მაღლა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. მიიღეთ ბევრი სითხე, ეს უზრუნველყოფს ტოქსიკების სწრაფ გამოდევნას. ალერგიული რეაქციის შემთხვევაში მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი. იმ შემთხვევაში, თუ ტარანტულმა უკბინა ბავშვს, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირს ან თუ დაზარალებულს თვითშეგრძნება სწრაფად უარესდება, სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო მომსახურეობის მიმწოდებელს. ამით კი გემშვიდობებით ჩემო მაყურებლებო, თხოვთ გამოიწერეთ კანალი და დაელოდეთ შემდეგ საინტერესო ამბებს.